მოგესალმებით ჩემო ზრდასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ნახოთ რა ცვლილებები მოდის უკვე თქვენთან პირად ცხოვრებაში, რა სულ მალე, აი უკვე ასე რომ ვთქვათ, მოდის ნახოთ პირველ რიგში ჩვენ კითხვები როგორც ყოველთვის მომზადებული მაქვს და ჩვენ შევხედოთ ახლა რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, ნახოთ რა ენერგია ხა ჭარბობს თქვენ პირად ცხოვრებაში, რა ცვლილებები უკვე მოახლოვდება გავიჭედე ხო? მოდიან რა, ახლოს არიან რა. ვნახოთ ვინ ან რა შემოდის უკვე თქვენ ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში რა, შეიძლება ახალი ადამიანი, შეიძლება ვიღაცა გიბრუნდებათ, ვნახოთ, ან შეიძლება საერთოდ არ იცნობთ ადამიანს, ეგაც ვნახოთ ჩვენ. შემდეგი რა მოხდება მოულოდნელად, აი ესეც ვნახოთ ჩვენ, რა მოვლენა შეიძლება თქვენ გაგაკვირვებთ რა უახლოს მომავალში. როგორ შეიცვლება თქვენი პირადი ცხოვრება ამ ცვლილებების მერე, აი ესეც ვნახოთ რა, ანუ ეს ახალი ეტაპი სად მიგიყო, ან თქვენ შეიძლება ახალი ურთიერთობა ან შეხვედრა რაც იქნება, ხო? და რა უნდა გააკეთო შენ თვითონაც რა უნდა გააკეთო იმისათვის რომ შემოუშვა შენ ცხოვრებაში ეს ახალი ვთქვათ ცვლილებები, ასე რომ ვთქვათ რა, და მთავარი ვნახოთ ჩვენ ახლა რა იქნება შენს ცხოვრებაში, აი უკვე რა არის იცი, აი უმთავრესი, ასე რომ ვთქვათ, ცვლილება შენს პირად ცხოვრებაში. და ვნახოთ, მე მგონი ჩამოვაყალიბებ, პრინციპში გვაჩვენებენ ჩვენ რომ რაღაცა მართლა მომავალი უკვე იქნება თქვენთვის და ძალიან ბედნიერი რაღაცა მოდის თქვენ ცხოვრებაში. აი ვნახოთ, ეხლა ძალიან რაღაც კარგი მოვლენები კი არის. ეხლა ვნახოთ ჩვენ რა ხდება ეხლა თქვენთან ამ წუთში, ვისთვის იქნება ეს გაშლა. აქ როგორი სიტუაცია არ არის ადვილი სიტუაცია, მოდით ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ დაკარგა ურთიერთობა, შეიძლება ვისთვის იქნება ეს უფრო გაშლა, შეიძლება თქვენ დაარდოთ, ვთქვათ, ანუ შეიძლება ზოგს საერთოდ დიდი ხანი არ აქვს ურთიერთობა, ან შეიძლება ეხლა რაღაცა მოხდა ისეთი თქვენს ურთიერთობაში, რამაც ძალიან გული გატკინათ რა, ეხლა საჯარო გაშლაში რა თქმა უნდა იქნება ბევრი რაღაცა მომენტები, ნათქვამი. აქ იმედგაცრუება, აქ შეიძლება არ მიმართლებს, შეიძლება მართლა ვიღაცამ ძალიან თქვათ დიდი ხნის ურთიერთობა დაკარგა, შეიძლება არის კიდე როგორი სიტუაცია, თქვენ დაუშვათ ახალი გაცნობილი ყავდეთ პარტნიორი, ან იყავით ურთიერთობაში, სადაც კარგი პერიოდები გქონდათ, მაგრამ აი ეხლა მაინც და მაინც მოხდა, დაიწყო ეს თქვათ რაღაც ისეთი სიტუაციები, რომელიც თქვენ გულს გტკენს, იმიტომ რომ ეგ პრინციპში ვინც იწყებს აი კარგულ ურთიერთობას მით უფრო, აი ხდება ეგეთი მომენტები, რომ შეიძლება პერიოდი ის სადაც თქვენ აი კარგად იყავით, დილიდან საღამომდე ერთმანეთს წერდით, შეიძლება თქვათ ეხლა პაიმანი გქონდათ და ასე შემდეგ, ეს პერიოდი დასრულდა და თქვენ ეხლა შეიძლება თქვათ ნაწყენი ხართ, ან იჭუბეთ, ან რაღაცა ისეთი მოხდა, იმიტომ რომ საერთოდ როცა ხუთიანში მიდიხარ, მაგრამ აქ ერთადერთი კარგი მომენტი ის არის, რომ ხუთიანი არის გარდამტეხის პერიოდი, ამიტომ ის იგი უკვე პრინციპში შეიძლება თქვენ უკვე დაასრულეთ კიდევაც ნერვიულობა და გადადიხართ უკვე სხვა ეტაპზე. ვნახოთ ახლა მაშინ ჩვენ, ანუ რა ცვლილებები უკვე მოახლოვდება უკვე, აი რა კარგია, ნახეთ, დამთავრდება ეს ყველაფერი აბსოლუტურად, ანუ თქვენი აი ეგეთი მდგომარეობა, სადაც თქვენ ზიხარ და ნერვიულობთ, რაც მე აღწერე, ეგ სიტუაცია უკვე შეიცვლება, აი აქ რაღაცა ძალიან დიდი ცვლილება იქნება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ახლა რაც მე ჩამოვთვალე, ეს სულ ყველაფერი აბსოლუტურად უნდა წავიდეს, იმიტომ რომ თუ დაუშვათ თქვენ დიდი ხანია იჯეკით ისე რომ თქვათ ახლა და ნერვიულობთ, რომ თქვენი სიყვარული დაკარგეთ, ხო, ან თქვათ საყვარელი ადამიანი დაკარგეთ, რაღაცა მომენტები, რაც გულს გტკენდათ, უკვე სულ მალე მოდის აი ეს უდიდესი ცვლილება
და საერთოდ ძალიან მიყვარს მე-16 არკანი, იმიტომ რომ მე-16 არკანი არის ის მომენტი, როცა ყველაფერი აბსოლუტურად, რაც უკვე აღარ მუშაობს შენზე, რაც უკვე არ გემსახურება, რაც უკვე აღარ გჭირდება, ხო? ეს ყველაფერი აბსოლუტურად უნდა წავიდეს, უბრალოდ გრჩება გამოცდილება, რომელიც შენ გამოიარე, შენ უკვე იცი ბევრი რაღაცა ალბათ გამოიარე და უკვე ნამდვილად ის პერიოდი უნდა წავიდეს რაღაცა, ან შეიძლება თქვათ პარტნიორი თუ და კარგი სიტყვაზე, ან ურთიერთობა თუ და კარგი, აქ არ უნდა ინერვიულ, აქ არ უნდა იდრო, ნუ ეს ადვილია სათქმელად, რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპში იმიტომ ვიცახე ყოველთვის, რომ აი ძალიან კარგი წამალი არის აი ასეთი მომენტებისთვის, ძალიან, ნუ კარგი წამალი, წარსულთან მწარია, მაგრამ კარგი წამალი არის, როცა შენ იფიქრებ იმას, რომ აი პარტნიორი მოვიდა იმისათვის, რომ რაღაცა ქონდა მაგას მისია, ნუ ყველას თავისი, რა თქმა უნდა, დაასრულა ეს მისია, მე ახლა უნდა გავიგო, რისთვის იყო აქ მოსული და რა უნდა ავიღო ამ ურთიერთობიდან კარგი და გავუშვა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გქონდა კონტრაქტი დასრულდა, მორჩა, ნუ ეს ცოტა ისეთი, მაგრამ მაინც ნუ მიქსტურასავით ცოტას რაღაცას მოგილბობთ, ვიცი რომ არ არის ადვილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ახსნაც რომ შეუშვა თქვენს თავში, ცოტა მოგეშვებათ ეგ უეჭველი ვიცი. კი ბატონო, ხო, აქ რაღაცა იყო სიტუაცია, თან სხვათა შორის ნახეთ, გაუგებარი სიტუაცია, რომელიც იყო, იმიტომ რომ აქ შეიძლება თქვენ даже ადამიანი არ გაძლევდეთ რამე ან სტაბილურობას, ან თქვათ ვერ გეუბნებოდეთ, თქვათ აი რა ურთიერთობა გვაქვს, რას ვაკეთებ, სად ვივდივართ, ანუ არ გქონდა თქვენ აქ არანაირი ისეთი აი საყრდენი, რომ თქვათ ეს ადამიანი, ნუ ეს ურთიერთობა არ იყო მყარი, ან შეიძლება იყო, მაგრამ დასრულდა, შეიძლება აი თქვენც ახლა, მაგრამ ეს რაღაც გაუგებრობა, ეს შპოტვა, ეს ნერვიულობა, ეს რაღაც, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, გეუბნებით, აი აქ არ ნერვიულობთ თქვენ მაგაზე, აი საერთოდ რა. ნახოთ ახლა, ანუ ვინ ან რა შემოვა შენს პირად ცხოვრებაში, ახალი ადამიანი, ან ვიღაცა ბრუნდება, ან რაც არის, ნუ ვინ ან რა სხვათა შორის, აქ არის, იცით რომ ახალი ეტაპი უკვე საერთოდ შემოდის თქვენ ცხოვრებაში. მაგრამ როგორი მომენტი, მოდით აბა ჩვენ ახლა უფრო გავხსნათ, იმიტომ რომ მაინც იეროფანტი რას ნიშნავს, რომ აი აქ ზუსტად მე რაც გითხარით თქვენ, ახალი რატო თქვი, შეიძლება განახლებულიც იყოს, მაგრამ ეხლა ჩვენ გავხსნით ამას, რატომ? იმიტომ რომ ასეთი მომენტი როცა ხდება, აქ თან მიდუმეტის კიდევ გავიმეორებ, საჯარო გაშლაში ხდება როგორი სიტუაცია. შეიძლება დაუშვათ ვიღაცა მართლა დაასრულებს, დაუშვათ ეხლა, აი აქ მგერად რიცაც მოდი, რა კარგი კარტი მოდის. ნახეთ, შეიძლება აქ არის როგორი მომენტი, იცით, თქვენ თვითონაც აი აქ მივხვდეთ, რომ თქვენ ხართ ისეთი ქალი, რომელიც მართლა თუ შემოვა ადამიანი, მხოლოდ ისეთ შემოუშვით, ვინც მე რაღაცა სტაბილურობას მომცემს. იმიტომ რომ თქვენ რო გამოიარეთ აქ ძალიან მძიმე ეს პერიოდი, ხო, სადაც მართლა არ იყო სტაბილურობა და უფრო მეტი გაუგებრობა იყო. ეხლა უკვე მაღალი ძალები თქვენ გიმზადებენ უფრო აი სერიოზულ ურთიერთობას, ანუ პირად ცხოვრებაში თქვენთან შემოდის, აქ არ, ნუ ახლა მე ვერ ვხედავ, რომ აქ თქვა შეიძლება იყოს დაბრუნება რაღაცა სერიოზული წინადადებებით. ეხლა ვნახოთ ჩვენ მაგიც და მაგრამ აი გეუბნებით, რომ ეს არ იქნება უკვე ის რაც არის, რომ კოშკით რა არის, იცით, ეხლა ნახეთ, აქ თქვენ უკვე აი როცა ეს ვისთვის კიდევ უფრო იქნება, როცა შენ რომ ხვდები მეხუთე არკანი არის საერთოდ ძალიან რთული პერიოდი, იმიტომ რომ ეს არის საერთოდ პერიოდი, როცა უნდა ბევრი გაიაზრო, უნდა ბევრი იმუშაო შენ თავზე, უნდა ადვილი გამოსვლა არ არის. აქ შეიძლება დაგჭირდეს თქვათ ფსიქოლოგი, ან შეიძლება თქვათ აი რამე თქვათ რა ვიცი ტრენინგი, ნუ გჭირდება აქ დახმარება, იმიტომ რომ რადგან უკვე გადადიხარ შენ უკვე უახლოვდები კოშკს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაიაზრ ბევრი რაღაცები, შენ შეიძლება დიდი ხანი ან ვიღაცას ელოდებოდე, ან ფიქრობდი რომ რაღაცა შეიცვლება. ანუ აქ არის ჩატარებული ბევრი სამუშაო, იმიტომ რომ როცა უკვე აჩვენებენ აი ასეთ კომპოზიციას, როცა უკვე ნამდვილად ელოდები შენ თვითონ და მხოლოდ შემოუშვებ ადამიანს, ვინც მოვა შენთან სერიოზული ურთიერთობით და იქ სადაც შენ იქნები კმაყოფილი და აი ეგეთი იმპერატორი, რომელიც მოდის
იმპერატრიცასთან, ხო? ესე იგი შენ უკვე გაიაზრე და კარტიც აჩვენებს მაგას, რომ იმ უკვე მოდის აი ისეთი სიტუაცია, რომ შენ უკვე იცი ვინ გინდა, შენ უკვე ბევრი რაღაცა ისწავლე. აი ხა მაგალითად ჩვენთან ტრენინგი რომ მიდიოდა ეხლა და კიდევ აგრძელებთ მესამე, ვინც მიყურებს სულ კი იცით თქვენ რომ ქალთა სკოლაში მიმდინარეობს ეხლა სამთვიანი ტრენინგი და ეხლა გადავედით ჩვენ დავამთავრეთ მეორე კურსი, ასე რომ ვთქვათ, ერთთვიანი, სადაც ჩვენ ურთიერთობებზე მუშაობდით და იქ ძალიან დიდი სამუშაო ჰქონდა ჩატარებული გოგოებს, აი უზომოდ დიდი და რა თქმა უნდა ეხლა აქ ყველა ვარიანტში არის გადასვლა უკვე ისეთ სერიოზულში, იმიტომ რომ იქ ყველა პუნქტები აბსოლუტურად ჩვენ დავამუშავთ. შეიძლება თქვენ თვითონ სადღაც გყავთ ეხლა ან ვინმესთან, ან თქვენ თვითონ შეიძლება დაამუშავეთ უკვე ბევრი რაღაცები, გაიაზრეთ, გააცნობიერეთ, მიხვდეთ თქვენ როგორი პარტნიორი გინდათ, როგორი ურთიერთობა გინდათ, მიხვდეთ რომ თქვენ ყველაფრის კარგი ღირსი ხართ, იმიტომ რომ უკვე იმპერატრიცას ენერგია სხვა თემა, უკვე მიხვდეთ რომ მე ჩემს თავს ვაფასებ, მე უკვე აღარ შეუშვებ ესეთ დამანგრეველ ურთიერთობას და ამიტომ გეუბნებიან რომ აქ უკვე მოდის თქვენთან ანუ რაღაცა ძალიან სერიოზული შემოთავაზება რა აქ დაჟე კი ნამდვილად აქ შემოდის ძალიან სერიოზული შეთავაზება, იმიტომ რომ აქ თქვენ გაკვეთილები გამოიარეთ, აქ თქვენ უკვე ისწავლეთ და უკვე დატოვეთ ეს პერიოდი და კი აქ გამოდიხარ თქვენ რთული პერიოდებიდან, გამოდიხარ და მოდის თქვენთან ადამიანი სულ სხვანაირი. ან შეიძლება ეს ადამიანი ვინმესთვის იყოს, აი თუ დაუშვით დიდი პაუზა, ეხლა არის ნამდვილად ეხლა არ არის ეხლა ეს ინფორმაცია ყველასთვის, მაგრამ მე ვიცი, იმიტომ რომ წლები მუშაობ ურთიერთობებზე და ვიცი, რომ არის ის სიტუაციები, როცა თქვა ადამიანებს აშორებენ, შეიძლება დიდი ხნით აშორებენ და მე ისევ აერთიანებენ, იმიტომ რომ მაგრამ ეგ იმ შემთხვევაში თუ მარტო თქვა გოგო კი არ იჯდა და თავის თავზე მუშაობდა, ბიჭსაც ინტერესი ჰქონდა და იმანაც შეცვალა რაღაცა მიდგომა, ფიქრი, ესეთი რამე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორივენი მუშაობენ, თუ რომელიმე მუშაობს და მეორე თქვა არაფერს არ აკეთებს იმისათვის რომ გაიაზროს რას ნიშნავს მუშაობა, თუნდაც დაჭრე შენ თავს დაელაპარაკო ელემენტარული რომ თუ შენთვის ეს ადამიანი მნიშვნელოვანი, ვისაც შენ კარგავ, ხო? რომ აი რა არის აი თქვა თავის თავში ჩაიხედო, ხო? რა ვერ გავაკეთე მე თქვა დაუშვეთ ამ ურთიერთობისთვის, ხო? ან დაუშვეთ ეხლა რა პრეტენზიები გქონდა ჩემს პარტნიორს ჩემს მიმართ. მოდი აბა ვნახოთ ეხლა რა იყო. ანუ მე რა არ მომწონდა და ასე შემდეგ. ამას ქვია თვითრეფლექსია. შენ ზიხარ და ასე მუშაობ და იმდენ პასუხებს იპოვი რომ რა ვიცი რა, იმიტომ რომ პარტნიორში კი არ უნდა ეძებო, შენ თავში უნდა ეძებო რომ ეს პარტნიორი რადგან მოვიდა შენთან და შენთან შენ რაღაც უკმაყოფილება გაქვს, მაგრამ ვერც უშვებ, უნდა დაიწყო მუშაობა ყოველთვის შენი თავიდან, თორე ხარ მარტო ის რო იძახო რომ მე გადასარევი ვარ და ის არის ცუდი, არა, ჩვენი პარტნიორი ჩვენი სარკე ანარეკლი არის რა, ის გვაჩვენებს ჩვენ მინუსებს ეგრევე რა. უბრალოდ საქმე იმაში რომ ჩვენ არ ვეთანხმებით და არ გვინდა და უფრო სიტუაცია მე რთულდება რა და შეიძლება ზოგ საერთოდ დაანგრიონ ურთიერთობა და შეიძლება მე სხვა პარტნიორი შემოვა, თავიდან იქნება უფრო შეიძლება გადასარევი, მაგრამ გავა რაღაცა პერიოდი და იმაზე უარის დღეში ჩაგაგდებს, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვერ ხვდებით რომ თქვათ ეხლა რომ უნდა ვისწავლოთ რაღაცები, ხო? მე ჩვენ უფრო მწარედ გვასწავლენ. ამიტომ აქაც არის ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ ნამდვილად რაღაცა ახლა უკვე რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ანუ აქ არის ან ვინ შემოდის ადამიანი, რომელიც ახლა ნამდვილად შეიძლება ზოგისთვის ეს იყო დიდი პაუზის მერე ადამიანი, მაგრამ იმ შემთხვევაში კიდევ გეუბნებით თქვენ ამას უნდა მიხვდეთ, რომ ადამიანმა გაიაზრა, მის ქმედებას უნდა უყურო თქვენ, როგორ იქცევა, რანაირად იქცევა, იმიტომ რომ შეიძლება აქ ადამიანი დიდი ხანი გაურბოდა ვაფშე საერთოდ გაკვეთილებს რა და არც უნდა არანაირი გაკვეთილების აღება და რა გაკვეთილები, რის გაკვეთილები ერთი რა და აი ეგეთი რაღაცა შეიძლება იყო არ გამოვრიცხო, მაგრამ თუ ადამიანისთვის შენ ხარ მნიშვნელოვანი, კი, აქ ადამიანი მოდის აქ სხვათა შორის შეიძლება არა ის ადამიანი არის რა.
აი ბევრისთვის შეიძლება მოვიდეს ადამიანი, რომელიც თქვენ დაკარგეთ, რომელიც ბევრს გპირდებოდა, მაგრამ არაფერს არ აკეთებდა. უდიდესი პაუზები გქონდათ, გოგონა, ხოლოდ ძალიან აქვთ 10 წელი და 5 წელი და რაღაცა ამდენიც 3 წელი არა. აი დიდი ახლა, შეიძლება მაქსიმუმ რა ვიცი, 9 წლამდე რა, მე უკვე თუ გსურთ ახლა ელოდეთ რა ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა ქვია, არის ეგეთებიც არის, მაგრამ ეს უკვე ძალიან ესეთი ინდივიდუალური თემები რა. მე გეუბნებით საერთოდ აი ძირითად თემებზე. აქ შეიძლება იყო რაღაცა თქვენ დიდი ხანი ელოდებოდეთ იმას, რომ თქვა ამ ადამიანებს ცვლილებებს, მაგრამ აქ ნახეთ კიდე ერთი მომენტი. კი არ ელოდებოდი, რომ იჯექი და ელოდებოდი, როდეს შეიცვლება. შენს თავზე მუშაობდი შენს. ეხლა ნახეთ, თუ დაუშვათ ადამიანი მოდიოდა თქვენთან და იქცეოდა არასათანადო, თქვენ როგორც თვლით, ხო? შეიძლება ბევრ რაღაცას გპირდებოდა, არ აკეთებდა, ადგებოდა თქვა დაიკარგებოდა, არანაირი ჩართულობა არ ჰქონდა ურთიერთობაში, უფრო თქვენ მეტად აკეთებდით ურთიერთობას, ვიდრე პარტნიორი, დაიკარგებოდა, თქვა არ ჩდებოდა, თქვა ერთი კვირა, სამი თვე, რა ვიცი მე, რამდენი ხანი, ხო? ანუ აქ უკვე თქვენ მოვიდა ის დრო, რომ თქვენ დაფიქრდეთ, რომ კი შეიძლება მტკივნეულია, მაგრამ ჯობია დავასრულო ეს ურთიერთობა, ვიდრე სულ ასეთ ანჯაში ვიყო რა, ერთ მშვენიერ დღეს ადამიანს ეხილება თვალები, ხო? გავიხილე და მივხვდი, რომ უკვე აქ სად არის სიყვარული, ხო? მარტო ერთ კარებში ხო არ არის ბურთი, ხო არ შედის, ახლა მეორე კარიც ხო არის და ამიტომ აქ თქვენთან მოხდა ეს მე-16 ენერგია რომ შემოვიდა, ესე იგი თქვენ უკვე მივხვდით რა, რომ ნამდვილად ეს გაუგებრობა როდემდე უნდა იყოს რა, ან მართლა არ ვუყვარ ვარ, ან ეს რა, მივხვდით თქვენ, მოდი ასე ვთქვათ, გამოფხიზლდეთ ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ და აქ დაასრულეთ ეს ურთიერთობა, თქვენ დასრულდა, მაგრამ იყო, რა თქმა უნდა, ახლა ეს მტკივნეული პერიოდი იყო, მაგრამ ახლა გვაჩვენებენ ჩვენ უკვე რა შემოდის, ესე იგი იმის ადამიანის ახლა ეთყობა, ვისაც თქვენ უთხარით, რომ ან ვთქვათ, მოხდა ის, ან წავიდა შეიძლება თავისით, ხო? და მივხვდა იმას, რომ ვთქვათ, ნამდვილად ახლა ამ გოგოს მე ამდენს ვალოდინებდი, ხო? ამ გოგოს მე მარტო ვპირდებოდა, არაფერს არ ვაკეთებდი. აი არაფერს არ ვდებდი ურთიერთობას, იმას რაც ემსახურებოდა, ხო ეს გოგო. აი ეხლა აქ მოხდა ძალიან დიდი რაღაც გაკვეთილი გაიარა და ნამდვილად ეს ადამიანი მიხვდება და მოვა უკვე სხვანაირი ენერგიებით. მიხვდება, რომ უნდა ეს სიყვარული გამიგეთ. აი მხოლოდ კიდევ და კიდევ მინდა რომ გაგაფრთხილოთ, რომ უყურეთ მე უკვე მის აქციელს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ნახოთ აბა რა მოხდება ასეთ მოულოდნელად რა მოვლენა შეიძლება თქვენ გაგაკვირდეთ ახლოს მომავალში. აქ ახლა კიდე სამიანი, აი რაღაცა და ისეთ როგორ არის, აი როგორც პაზლები, რაღაცა დალაგდება რაღაცა და აბა რა ნახოთ ახლა მაინც აი თითქოს მოულოდნელად თქვენ მივხვდებით რისთვის იყო ეს ყველაფერი, რატო იყო ეს ყველაფერი, აი თითქოს დალაგდება ყველაფერი რა, სრულიად მოულოდნე რა კონკრეტულად რა დალაგდება. აი სიტუაცია, რომელიც იყო რაღაც გაუგებარი, რომელიც დიდი ხანი თქვენ გაწუხებდათ, აი თითქოს თქვენ როგორ იქნება, აი მართლა გამოფხიზლებასავით მოდის რა. აი თითქოს მსუბუქად შეხედავთ იმ სიტუაციას, რომელიც დიდი ხანი თქვენ არ გასვენებდათ. იმიტომ რომ თქვენ აი აქ თვითონ რაღაცა თქვენში შეიცვლება, აი თითქოს გამოხვალთ იმ ეხლა თან ნახეთ რა ხდება. ეხლა არის ძალიან ესეთი უძლიერესი პერიოდი, როცა ჩვენში ბევრი რამე იცვლება. როცა თუ დაუშვეთ რამე იყო ისეთი, გაუგებარი იმ ურთიერთობებში, საერთოდ ჩვენ ურთიერთობას ამ წუთში უყურებთ, ხო? ანუ ყველაფერი ეხლა უნდა შეიცვალოს, თქვენ უნდა პრინციპში ის სიტუაციები, რომელიც თქვენ უკვე არაფერი არ მოქონდა თქვენთვის კარგი, უკვე უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრება, რასაც თქვენ მართლა არ გაძლევდათ უკვე არ სიამოვნებას, არ ბედნიერებას, არაფერს ასე რომ ვთქვა და აი მაგრამ თქვენ მაინც იჯეკით და მოლოდინში იყავით რა, მაგრამ აი აქ დალაგდება სრულიად მოულოდნელად, თითქოს ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძე და ყველაფერი დალაგებულია, გამიგეთ და უკვე всё მივხვდი რომ აი მსუბუქად გრძნობთ თავს, მივხვდით? ეს თითქოს აი თქვენ აი მოულოდნელად მოხდება, იმიტომ რომ კი, აი უცბად თითქოს გადაიჭრება რაღაცა და აი მიიღებთ გადაწყვეტილებას, всё მორჩა. დასრულდა თქვათ, აღარ ვნერვიულობ, აღარ არაფერი თქვათ, ახლა აღარ მაღელობს თქვათ ამ თემასთან დაკავშირებით, ხო? და ნახოთ, მაშინ აი ამ ცვლილებების მერე რა შეიცვლება შენს პირად ცხოვრებაში? რა შეიცვლება?
აბა. ნუ გოგო მე აი უეჭველე ნახეთ რა ხდება. ეს იქნება როგორი სიტუაცია. როცა შენ ზიხარ და თქვა, ნუ აი ეს რაც აღარ მინდა კიდე დავუბრუნდე, აღწერე სიტუაცია რაც არის, ხო? და შენ სულ ზიხარ, ფიქრობ, ნერვიულობ რაღაცა და არ უშვებ სიტუაცია, ის უფრო იწელება. ეთყობა თქვენ გაუშვებ თუ არა ამ სიტუაციას. თუ აი დაუშვით, ჩვენ ხო გვაჩვენეს, რომ შეიძლება ამის დაბრუნება, ხო? მაგრამ აღარ ელოდებით შეიძლება ეთყოთ, რომ всё აღარ მინდა რა. კი, აი აქ ნამდვილად მე ვერ ვეთყო, რომ თქვენ ახლა ეს ადამიანი გაუშვეთ ისე, რომ აი უსიყვარულოთ ან რამე, ხო? მაგრამ დაუშვით თქვით, რომ всё, მორჩა. ნუ აქ შეიძლება ერთი თვის თემაც იყოს, ანუ მაქსიმუმ შეიძლება რა ვიცი, 3 თვე არც კი, მაგრამ მგონია ერთი თვე რაღაც მაჩვენებს. დაუშვით თქვენ თქვით, რომ всё, აი მორჩა აღარ მინდა ფიქრი, იმიტომ რომ ნახეთ, აქ დაგროვილი იყო, გოგოებო, აი ჩავწვით, მინდა პროსტა რომ იცოდეთ, რომ მე არ გული არ დაგწეთ თქვენ, რომ დაუშვით არ აგისრულდება და იტყვით, რომ აი ჩემი სიტუაცია 3 წელი ველოდები და აი მოდის რა. არა, გოგოებო, კარგად აი ბიჭებოც თუნდაც. რა მინდა რომ იცოდეთ თქვენ, აქ დაგროვილი იყო დაგროვილი რაღაცა, გამიგეთ, უკვე ეს წენა და რაღაცა და უკვე ეს სიტუაცია თქვენ უკვე შეიძლება თქვით, რომ აღარ მინდა, всё, მორჩა რა. გამიგეთ რა ხდება, მაგრამ შეიძლება აქ დაჟე გაშვება იყო, როცა გიყვარდა, მაგრამ პროსტა უკვე ნუ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ თუ ეს შენ აკეთებ და ის არ აკეთებს სამაგიეროს, არაფერს, ხო? არ არის ჩართული შენ დონეზე რა, როგორც შენ ხარ ჩართული, აქ შეიძლება ადამიანმა დაასრულოს, ხო, დაუშვათ ეს ურთიერთობა. მაგრამ თქვენ თუ დაუშვათ იმ ენერგიებში რჩებით და სულ ფიქრობთ, ეს სიტუაცია იწელება. რატომ იწელება? იმიტომ რომ თქვენ არ აძლევთ საშუალებას, რომ განულდეს. თქვენ სულ ამაში დებთ ენერგიას, ეს სიტუაცია მძიმდება, გამიგეთ? როცა თქვენ აი აქ რატო თქვენს მოულოდნელად ყველაფერი დალაგდება, როცა შენ ადგები და იტყვი, всё, რაც არის, მე აღარ ვფიქრობ მაგაზე. აი ღმერთს მივენდე და როგორც უნდა და მახალწალებზე რაც უნდა ის უქნიათ რა. თუ ჩემია იქნება ჩემთან, თუ არ არის ჩემი და მაშინ გზახსნილია, ხო? აი მაშინ, იმიტომ ვთქვი, რომ აქ არის ზუსტად ეს მომენტი, რომ რაღაცა დრო გავა და აი ეს ზუსტად ადამიანი, რომელიც დაიკარგა, ის ადამიანი თავისით ბრუნდება. მიხვდეთ რა ხდება, ვინც თქვენ გული გატკინათ, ის ადამიანი, რომელიც არ ჩანდა. აი სრულიად მოულოდნელად ეგეთი რამე შეიძლება მოხდეს აი აქ. მიხვდით? ჩემო სიხარულებო? ხო. და ამიტომ ესე იგი როგორ შეიცვლება მაშინ? როგორ შეიცვლება? აი გეუბნებით შეიცვლება, რომ ეს ადამიანი აქეთ მოდის და მე აქ როგორი სიტუაცია იქნება, იცი თქვენ შეიძლება აი აქ ეს სიტუაცია რაც არის, შეიძლება შედგეს даже რამე საუბარი. აი მე რა საინტერესო რაღაცა არის, მოიცადეთ ეხლავე გეტყვით. არა ეს ძველი არის, მაგრამ რომელიც მოდის, всё, აი ამისთანაც თქვენ დაასრულეთ ურთიერთობა, იყო გაუგებარი, აი აქ შეიძლება აღდგენა ურთიერთობის. არის შესაძლებელი. დაგერდი წამი კიდე. არა, მაინც ვფიქრობ, რომ უფრო არის. კიდე მოვა ეს ადამიანი რაღაცა შანსს გთხოვს. და არის საჭირო რომ მიიღო. ნუ ვისაც გიყვართ მართლა ნამდვილად ახლა თქვენ და უანგაროს სიყვარულით კი შეიძლება მიიღოთ კიდევაც. მაგრამ უბრალოდ აქ როგორი მომენტია, იცით რა მთავრდება?
აი ზუსტად ის მომენტი მთავრდება, აქ შეიძლება ადამიანმა მიხვდა რა, რაც გააკეთა, მაგალითად გააცნობიერა ამ პაუზაში, რომ უკვე აი ეს საქანელა, როცა ვერ ხვდები რა ურთიერთობა, ეს მთავრდება. აქ ადამიანი რაღაცა მოდის თქვენთან შეთავაზება აქ ისეთი, რომ მიხვდა მაგალითად რაღაც ძალიან ძალიან ნელი ენერგიები რა, დიდი ხანი ეთყობა ამას დაჭირდა, რომ მიხვდა რომ თქვენ ხართ მაგისი ერთ-ერთი სიყვარული რა. და მოდით ნახოთ მაშინ ახლა აბა თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ თქვათ შემოუშვათ ხო? ნუ აგეუბნებენ შემოუშვათ. თუ დაუშვათ ახლა აქ არის კიდე ვარიანტი, მაინც მოდის გოგო, ვინც უკვე თქვით რომ აღარ მინდა, აღარ შემოუშვათ, აღარანაირად არაფერი არ მინდა, აი აქ უკვე თქვენ დასვავთ წერტილს იმ ყველაფერს, ხო? და აქ შემოუშვათ რა. ვისაც ნამდვილად გიყვართ ეს ადამიანი და ეს არ არის თქვა დინიკენის დროენდელი, ხო? შეიძლება ეს სიტუაცია გრძელდება დიდი ხანი, წავიდა, მოვიდა და შორდება, ეს კარმული ნორმალური თემა, ხო? ასე არანორმალური, ნორმალური, ხო? მძიმე დიაგნოზი მაგა ეგეთია, ხო? მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ შემოუშვათ ეს ადამიანი, კი? იმიტომ აქ როგორი სიტუაცია არის, აქ თითქმის ახლა ამ პერიოდში, სადაც თქვენ იყავით ახლა აი ასე უენერგიო და ერთმანეთის მათ გაბუტულები, ბევრი რაღაცა შეიცვალა სხვათა შორის და აქ ძალიან აქტივ ბედი ჩაერთო და აგერ კიდე ეროფანტი შემოვიდა. ისევე ეროფანტი, აქ რაღაცა სერიოზული უნდა შემოვიდეს. და აქ დასრულდება მანიპულაციები, დასრულდება რაღაც უაზრობები, ყველაფერი დასრულდება. ნამდვილად დასრულდება. აი განთავისუფლდებით მაგისგან რა. ნუ ნახოთ ახლა რა მთავარი ცვლილება. აი ზუსტად ეს მომენტი ისე. მთავარი ის არის, რომ თქვენი ყველაფერი დარდი, ყველაფერი თქვენი გაუგებრობები და გულისტკენები და ასე შემდეგ დარჩება უკან. კი, აი ეს ყველაფერი აბსოლუტურად რაც თქვენთვის იყო, აქ დასრულდება ყველაფერი არასერიოზული. აქ უკვე თქვენ თუ დაუხსოვდით რამეს თქვა სამყაროს, თქვენი გზამილი მიღებული არის, უკვე განხილვა მოხდა, ყველანაირად მოხდა და უკვე თქვენს რომ всё გავიგეთ ჩვენ, გაძლევთ შენ ბედნიერებას, ისეც რომელზეც შენ ოცნებობდი. აქ ხდება როგორი მომენტი, იცით? პრინციპში არჩევანი არის თქვენსკენ. გააკეთ არჩევანი. ის ადამიანი, აქ პირველ რიგში თქვენ თვითონ გააკეთებთ იმას არჩევანს, ჯერ ეს ერთი, თქვენზე იქნება არჩევანი სხვათა შორის რა. თქვენ გააკეთებთ არჩევანს. საწახვალ თქვენ დაბრუნდებით ამ ურთიერთობაში თუ დაასრულებთ. თქვენ მიიღებთ არჩევანს. ყველა ვარიანტში, აი თქვენთვის კი, უიმე დედავჩემო. და მომისმენთ, აქ არის რაღაც ძალიან საინტერესო სიტუაცია. კი, ნამდვილად თქვენ მიიღებთ ესე რა ქვია, არჩევანს, თქვენ გადაწყვეტილებას თქვენ გააკეთებთ. მივიღო თუ არ მივიღო ეს ადამიანი, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რა. მაინც ორი ვარიანტი მაქვს, რა ვქნა. საჯარო გაშლა, აი ამისი მინუსი ეგ არის. ზოგი ნამდვილად იტყვის, რომ აღარ მინდა, კარგად ბრძანდებოდი და მის ცხოვრებაში აი უმაღლესი ძალები, რომ ნახე მე-20 არკანი და პლუს კიდე იუსტიცია რა. თქვენ ცხოვრებაში აი ბევრი სირთულეების, ამ ნერვიულობების ყველაფერს მე უშვებს თქვენ ცხოვრებაში ახალ ადამიანს, რომელთანაც გექნება თქვენ ბევრისთვის იქნება ქორწინება და ნამდვილად დალოცულები იქნებით მთელი მაღალი ძალებით და პატარა პროცენტ შეიძლება გქონდეს ის მომენტი, რომ თქვენ ანუ ნამდვილად ახლა დასრულდება ეს კამატი და ეს ყველაფერი რაც კი იყო. აქ ნახეთ როგორი შეიძლება მოიქცეთ. თქვენ შეიძლება თქვათ ულტიმატუმს დაუსვამთ იმ ადამიანს, ანუ ეთქვით რომ მე არ მოვითმენ ისეთ საქციელს, რა საქციელებიც შენ გქონდა. ეს უკვე აი კი მიუყვარხარ, მაგრამ მე ამას
აღარ ამიტან, არანაირ დავასრულებ მე ყველაფერი აბსოლუტურად, ხო? და აი აქ მაშინ გეუბნებით, რომ შეიძლება ეს ადამიანი მოდის უკვე ესე რა ქვია, თვითონ მიხვდება, რომ არა, ვეღარ დავკარგავ და აი მაგასთან შეიძლება გაგრძელება. ნუ ოეჭველი, თქვენ რა აქ დღეში არ იქნებით, ეგ ვიცი ოეჭველი, იმიტომ რომ თქვენ თუნდაც რომ დაასრულოთ ამ ადამიანთან და დაუშვით ახლა თუ არ მიიღო ეს თქვენი თქვა პირობები, ხო? თქვენთან მაინც შემოდის რაღაც ძალიან მაგარი სერიოზული სიტუაცია შემოდის თქვენთან და მაინც ყველა ვარიანტში სიყვარული იქნება და ეს იქნება ან ახალი, ან განახლებული. ნუ საჯარო გაშლას მინუსი ეგ არის, რაც შემოსიხარულებო თუ ვინმეს გინდათ პირადად გავარჩიოთ, კი იცით სად უნდა მომძებდოთ და კი გავარჩიოთ თქვენთან ახალია თუ ძველი მოდის რა. ახალი თუ ძველი მოდის. არის კი, გეძლება შანსი, გეძლება. და აი მაინც ამირიეს რა, ან ახალი, ან ძველი, всё. ჩემო სიხარულებო, მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.